ხამენეის რეჟიმი უკვე აღარც იმასერიდება, რომ შეუტიოს ნატოს წევრ სახელმწიფოს. უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ხამენეის რეჟიმმა ბალისტიკური რაკეტა თურქეთის მიმართულებით გაუშვა. ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატოს საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში შემოჭრილი ირანული რაკეტა განეიტრალა და ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო ხამენეის რეჟიმისგან ახსნა განმარტებებს ითხოვს. როგორც უკვე გითხარით, ეს არ არის მესამე შემთხვევა, როდესაც ირანი უკვე თურქეთსაც უტევს პირველად სარაკეტო იერიში თურქეთის მიმართულებით განახორციელეს 4 მარტს, შემდეგ 9 მარტს, ახლა კი უკვე მესამეჯერ შეეცადა, რომ თურქეთის სუვერენიტეტი, თურქეთის ტერიტორია და საჰაერო სივრცე გადაეკვეთა ხამენეის რეჟიმს და განეხორციელებინა თავდასხმა ნატოს წევრ სახელმწიფოებზე. ჯერჯერობით არ ვიცით ექნება თუ არა ამას რაიმე გავლენა ნატოს გადაწყვეტილებაზე, თუმცა თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ახლა რეჟიმისგან ითხოვს კონკრეტულ ახსნა განმარტებებს, თუმცა არ ამბობს ექნება თუ არა თურქეთს კონკრეტული პასუხი ხამენეის რეჟიმის მისამართით. ახლა რა ხდება ირანში? ბუნებრივია, ახალი არ არის ის, რომ საათობრივად იბომბება ირანში ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბასიჯის ცენტრები და ბუნებრივია ბასიჯის ცენტრი. ახლა არის ისრაელისა და ამერიკის საჰაერო ძალების მთავარი სამიზნე ობიექტები და ბასიჯის ცენტრი დღეს დაიბომბა ზუსტად იმ დროს, როდესაც თეირანში უამრავი ადამიანი ქუჩაში სადემონსტრაციოდ იყო გამოსული. ირანში დღეს აღინიშნება ალ-ყუდსის დღესასწაული, ეს არის ყოველწლიური დღესასწაული და ბუნებრივია ეს დღესასწაული ნიშნავს იმას, რომ ირანელი ხალხი მხარს უჭერს პალესტინას და ეს არის ანტი-ისრაელისკენ მიმართული დღესასწაული. ამ აქციაზე, ასეთ შეიძლება ითქვას, გამოვიდა უამრავი ადამიანი, მათ შორის ხამენეის რეჟიმის მხარდამჭერი ადამიანები, მათ დემონსტრაციულად ისრაელისა და ამერიკის დროშებს კუბოზე ლურსმნებიც კი დააჭედეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ისინი დგანან ხამენეის რეჟიმის მხარეს. ასევე ამ აქციაზე დემონსტრაციულად გამოჩნდა ირანის პრეზიდენტი ფეზეშქიანი, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და ეს გააკეთეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეჟიმი ჯერ კიდევ ფეხზე დგას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-13 დღეა ხამენეის რეჟიმის მისამართით შეერთებული შტატები და ისრაელი ახორციელებენ თავდასხმას. განცხადებებიც გააკეთეს, მათ შორის ირანის ჯერ კიდევ ცოცხალმა ლიდერებმა. ირანულ მედიასთან ისინი ეუბნებიან ტრამპის გუნდს, შეერთებულ შტატებს, ასევე ისრაელს, რომ მათი სარაკეტო იერიში შედეგს არ გამოიღებს, რადგან ირანელი ხალხი ხამენეის რეჟიმის მხარეს დგას და ბუნებრივია მათ უჭერენ მხარს. მიუხედავად იმ ბარბაროსული თავდასხმებისა, რომელსაც სიონისტური რეჟიმი და ამერიკა დღესაც ახორციელებენ, ჩვენ ვხედავთ მილიონიან ხალხმრავლობას. ეს არ ხდება მხოლოდ თეირანში, არამედ ყველა ქალაქში. ეს არის ირანელი ხალხის მტკიცე ნების და გადაწყვეტილების გამოხატულება. მხარი დაუჭირონ ისლამურ რესპუბლიკას, პალესტინასა და იერუსალიმს. ასევე ყველა იმ იდეალს, რომელსაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივსდევდით. ჩვენ ამ გზას იმავე ენერგიით და სიმტკიცით გავაგრძელებთ. საბოლოოდ ვაიძულებთ ჩვენს მტერს აღიარონ ირანელი ხალხის ძალა. ნავთობის ფასები მართლაც მზარდია. ეს არის ამერიკისა და ისრაელის ქმედებების შედეგები ჩვენს რეგიონში. სწორედ მათ შეუქმნეს რეგიონს ეს პრობლემები და სწორედ მათ მოუწევთ ამაზე პასუხისმგებლობის აღება. ტრის პირველი სცენარი იყო ლიდერების ლიკვიდაცია და თავდასხმა შეიარაღებულ ძალთა ხელმძღვანელობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მტერი წარმატებული იყო, თუმცა სასურველ შედეგებს მაინც ვერ მიაღწია. შედეგები, რომლებიც მტერმა ვერ მიიღო, პოლიტიკური და სამხედრო სტრუქტურის დაშლა. მათ ვერ მოახერხეს სისტემის დესტაბილიზაცია. საპასუხო რეაქცია. თავდასხმიდან სულ რაღაც 2 საათში ჩვენ დავიწყეთ საპასუხო ოპერაცია. პირველი 2 დღის განმავლობაში ჩვენი პასუხი იყო უკიდურესად მკაცრი და ძლიერი. შემდეგ კი გადავედით ისეთ ტაქტიკაზე, რომელიც უზრუნველყოფს ომის უწყვეტობას და მდგრადობას. ამგვარად, პირველ ფაზაში მტრის გეგმა სრულიად ჩაიფუშა. მტერი მოელოდა, რომ მოსახლეობა მათ მხარეს დაიჭერდა, თუმცა პირიქით მოხდა. ხალხის ერთიანობა და მხარდაჭერა რამადანის თვის განმავლობაში, მათ შორის ომის 12 დღის განმავლობაში აჩვენებს, რომ მტრის მეორე ფაზაც წარუმატებელი აღმოჩნდა.
მესამე ფაზა. მესამე ეტაპზე მტერს სურდა ჩვენი სარაკეტო სისტემების განადგურება, მანამ სანამ მათ გამოყენებას შევძლებდით. თუმცა, თანამედროვე ტაქტიკისა და ინფრასტრუქტურის სწრაფი გადაადგილების წყალობით მათ ეს ვერ მოახერხეს. ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ დანაკარგები და შევინარჩუნეთ ცეცხლის უწყვეტობა. როგორც უკვე გითხარით, დღეს ირანში მასშტაბური აქცია გაიმართა რეჟიმის მხარდასაჭერად ალყუცის დღესასწაულზე და ამის პარალელურად ირანში ისმოდა რაკეტების ხმა, დაბომბვები და დაიბომბა ბასიჯის ერთ-ერთი სამეთაურო ცენტრი. ამ დროს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, ისრაელის მიერ გასროლილი რაკეტის ნამსხვრევები აქციაზე მყოფ ადამიანს მოხვდა და ირანული მედიის ინფორმაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც უკვე გითხარით, აქციაზე იმყოფებოდნენ ირანელი ლიდერებიც, ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი. სავარაუდოდ ეს ბუნებრივია ემსახურება, ეს არის პასუხი პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებაზე პიტ ჰექსეტის, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ირანელი ლიდერები ახლა სასოწარკვეთილები არიან და ისინი ბუნკერებში იმალებიან. ხალხთან გამოჩენით კი რეჟიმი აჩვენებს როგორც ირანელ ხალხს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, ამერიკას, ისრაელს, რომ მათ არ ეშინიათ და რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ხალხის მხარდაჭერა.